ქართული ოცნება 9 აპრილთან დაკავშირებულ განცხადებებში რუსეთს და საბჭოთა კავშირის არმიას არ ახსენებს. ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, რომ 9 აპრილს ქართველ ხალხზე უცხოურობა ძალა მიძალა და კობახიძის რიტორიკა გაიმეორეს ოცნების წევრებმა და მაღალი თანამდებობის პირებმა. შალვა პაპუაშვილმა პროევროპული აქციის მონაწილეები როდიონოვის ჯარისკაცებთან გააიგივა. 9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. დღესაც რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის არსება მოკლეა და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს. ვფიქრობ, სწორედ ამას ელიან ჩვენგან 9 აპრილის გმირთასულები. 1999 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს რუსთაველზე როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მომფრიალი სამშობლო დაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას. ეს დღეს აღარ გამოვა. ქართველმა ხალხმა ისწავლა გაკვეთილი, ისწავლა და აირჩია ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ბოლომდე დაიცავს. მას შემდეგ, რაც რუსთაველზე პოლიტპატიმრების ოჯახებმა ქართული ოცნების წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს, ივანიშვილის თანაპარტიელები სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. ირაკლი კობახიძე მედიასთან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შინაარსი გაიმეორა და თქვა, რომ საბჭოთა კგბ-სა და ეგრეთ წოდებულ Deep State შორის ტოლობის ნიშანს სვამს. დღეს ხედავთ, რომ უკვე სხვა ძალები, მაგრამ გარე ძალები ასევე ცდილობენ ხელოვნურად გახლეჩონ ქართული საზოგადოება, დათესონ სიძულვილი და ეს ძალები, ეს უცხო ძალები მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც მოქმედებდა თავის დროზე საბჭოთა კგბ. და გულისხმობ ეგრეთ წოდებულ Deep States და ყველაზე სამწუხარო და დასანანი ის არის, რომ Deep State მოქმედებს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მანამდე მოქმედებდა ოფიციალური სტრუქტურების გამოყენებით. მადლობა ღმერთს ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარება არის შეცვლილი, მაგრამ დღემდე ბრიუსელის ბიუროკრატია გამოიყენება იმისათვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი. ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 9 აპრილი რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სასტიკი და უმოწყალო დარბევის დღეა. 9 აპრილი საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვების დღეა. მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა. სირცხვილი თქვენ საქართველოს ეგრეთ წოდებულო მთავრობავ. რუსები იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა უცხო ძალა და ამის თქმასაც ვერ ბედავთ. წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან განსხვავებით 9 აპრილთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებში რუსეთის სისასტიკეს ხაზი გაუსვეს საელჩოებმა. პარტნიორმა ქვეყნებმა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს. 9 აპრილი არის თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული თარიღი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიითა და თავგანწირვით დაიწყო. 1999 წლის 9 აპრილს საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალები, რათა დაუნდობლად ჩაეხშო ქართველთა მშვიდობიანი დემონსტრაცია თავისუფლებისთვის. 2 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიდგინა. 36 წლის შემდეგ ამ ეროვნული ერთიანობის დღეს ვიხსენებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ჩვენ მხარს უჭერთ საქართველოს მამაც ხალხს და მათ ურყევს სურვილს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ. 1999 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები. ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ვიხსენებთ მათ, ვინც იბრძოდა და სიცოცხლე გაწირა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსთვის. პოლონეთი და საქართველო მაშინ ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენ ახლაც უერთდებით ქართულ საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის. 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება კიდევ არაერთი ქვეყნის საელჩომ გაავრცელა. მათ შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დიპლომატიური უწყებები. განცხადება გაავრცელა საქართველოში ნატოს წარმომადგენლობამაც. ტექსტში ვკითხულობთ, რომ 9 აპრილის სიმბოლოდ და გარდამტეხ მომენტად იქცა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.